გეგა, მუცელზე არ დააჭირო. Почему сухорет? Ай, угорет. Версаиет, ай. ესეთ დღეშია ჩემი გასი. ორი ხაჭაპური გამოვაცხე კიდე დღეს სტუმარი მყავდა. ეს ახლა ღომის კვაფის დასაყრია. და აქ აი ღომის დუღილის შედეგად ხედავთ რა დღეშიც არის ჩემი გასი. ხო და ჯერ დროს გაჩვენებთ. აი ეს დროა ახლა 11 საათი. არც ისე ქვია. მაგრამ ქვაბი ღომის, შიგნით ღომის თებშებით. ესენი სულ გასარეცხები მაქვს და მარტო ის არ არის. აი აქაც ხედავთ, მეტი აქ გარეცხილებია. ესენი გარეცხილებია უბრალოდ ამის ადგილი ახლა არ მაქვს. მაგალითად აქ რო შევდო, ამიტომ იქეთაც უნდა მოვძებნო, სადაც მოხუფულები მიდევს. მარტო აი ეს მაქვს აქ ახლა სამზარეულოში და ერთი დიდი ქვაბი, რომლითაც ინდაური მოვხარში. გასარეცხი. სხვა მხრივ, ნახეთ. ესენი კომშისა, ჩემმა დედამ თემაუნცა ეს შერეულად და ესენი მოკლედ გინდა არ გინდა გამომატანეს. კომპოტი არ არის. მოკლედ, სხვა აქეთ დალაგებული მაქვს. ვუი ხო ეს უნდა გაჩვენოთ. მაგრამ ნახეთ კიდე, აი ერთი ეგრე ტაშტი არის და მეორე ვანა სავსე მაქვს, რომელიც უნდა გავფინო ზემოთ, აი აქ შიგნით ოთახში, იმიტომ რომ წვიმს ძვირფასებო და გარეთ ვერ გავიტან. ხო კიდევ აი ეს მაქვს. არაფერი ისეთი ორი ის არის ჩიხოლი და ორი შარვალი დასაკეცი. ხო და ეხლა უნდა გაჩვენოთ შპალიერი ვიყიდე რო გამომიგზავნეს ფული საჩუქრად. ხო გახსოვთ რომ მეყიდა. აბა წადით ეხლა და მოკლედ აი ასე 10 ცალია 12 ლარიანი იყო და 11 ლარად შენ ვორჯ უნდა გავაკეთოთ. აქ უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ეხლა მინდა აქედან გაჩვენოთ. აი ესეთია. რასაც ხედავთ. რა ვიცი. დაუჭეს ახლა აქ ცუდი არ არის. სხვებს ანუ ისეთი იყო რომ მისაჯენი არისო და მე მაგას ვერ მოვაბავდი თავს და მე თან უფრო მეტი მოგვიწევდა და ასე რომ აბა გააკეთე. მოკლედ თუ 12 ლარიანი არისო, აქ ვიყიდე სცენაში, ბაზარში, იმიტომ რომ სხვაგან ყველგან ძვირი იყო და ეს ლალი ბუჟი. აიწიე. დაწადი დაწექი. დედა. და მიდი და გააკეთე. ცოტა მისეს მოხას, იმიტომ რომ 10 ცალი იყიდა. და ძალიან დიდი მადლობა უკარგეს ქალბატონს ამ საჩუქრისთვის. უღმესი მადლობა. ეხლა ჩვენ ამას როდის დავიწყებთ, მე და მუხა და გავაკეთებთ, იმიტომ რომ თუ დავიწყეთ, აი ჯერ ამ კუთხეს გავაკეთებთ. აქ სამი წავა, აქ სამი ცალი. მიდი თუ არა. ხო და მოკლედ ჯამში 10 დავითვალე, რომ მე არ დავკლებოდა 10-ის ყიდვა ვარჩიეთ და მე ვეცდები, რომ ფარდას მოვაბა თავი. აქაურს. ეს რო შევცვალო, ეს თეთრი. შეუნახავ რა თქმა უნდა თავის პატრონს. არ გადავარდე, არც არავის არ მიცემ. შეუნახავ, იმიტომ რომ აქ იყო. ის მეორე ფარდა ჩემია და ისიც ჩემია იცით. იმიტომ რომ იქ ძალიან გახეული იყიდა და გადააგდოს უთქვია და ამიტომ თუ რამე არ მოეწონებაო პირიქით
მითხრა იმ კაცმა, რაც არ მოგეწონებათ, გადაყარეთ, ნაგავში ჩაყარეთ. იმიტომ რომ თვითონაც რაღაცებზე რომ უთხარით არ გვინდა, პირდაპირ ნაგავში ჩაყარეს. ესე დამგვარი. მიდი დაწექი ხა. გავრეცხე. აი ეს დიდი ქვაბი იყო. მხოლოდ ღომის ქვაბი შემოვინახე და ნახეთ აი როგორი გაჩიჩილი ვარ. აი ეს დრო ახლა. პირველ სუკლია 15 წუთი. მაგეთ შოქი მაგ ჩამქრალი აი გავფინე ეს მაგ წასაღები დავკეცე ჩემი ვიდეო მაგ ჩართული. მოკლედ ეს თავია დალაგებული მაგ ხალდილით დალაგებული დამხვდება. ისეც ასე ცეკვაზე მყავდა გეგა და ქალბატონიც მიმყავდა. გოდეს სახლშია. წვიმს ხალხო. დედო ნახეთ. ადა მომხედედა. ადა დამპავი აქ. მოგესალმებით, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? No. სკოლაში არ არის. ინგალაციებს უკეთებ. ყელის საშინელი მდგომარეობა აქვს. ხო და ჩემი თულყიდე ჩემი დაახმარდა მას დიმა აქ რომ ყავდა მე ჩემი გიშვილი ელიტკიო და ახმაც აღარ ქონდა არაფერი და ამას ახმარდა მეც ეგ ვუყიდე ვიყენებთ ყოველ 12 საათში ერთხელ უნდა დიახ ანტიბიოტიკია წუხელ კი გეგას არ ქონდა არანაირი პრობლემა თავიდან ყველაზე პირველი გეგა იყო გაციებული და რაღაც ხმა დაკარგული და ჩახლეჩილი მაგრამ გეგაზე არაფერი არ გამიკეთებია მხოლოდ იოდინოლი და შესასრულებელს ვიყენებდი სხვა არაფერი არ სიცხე ქონდა არც არაფერი ეხა წუხელ სიცხე მისცა ადასაც სიცხე მისცა გოდეს არა გოდეს ერთი დღე ქონდა სიცხე ეს ფაგიო და რაღაცები რო დაუწყე ქონდა ეს სახლში არ მიყიდია პანკრეატინიც რო ახველებს ამას უწერდა ეს რა ქვია კვანცა და ეს მაქვს და ამას მივცემ ნოშფა და ეს მოვატანინე კეტოტიფენი ფაგიო ასეთებში მას ესეთი მეორე მქონდა მაგრამ სხვა ჩუქე მეორე იმიტომ რომ მე იშვიათად რო ფაგიო გამომიყენებინა ჩემ შვილებზე ხარახან სხვა მქონდა ფაგიოს გამოვიყენებ ერთი გამოვიყენე და სამი მედო ამაში 4 უნდა იყოს ეს კი ეს და ერთი სხვაზე მაგმიცემული პაჭკა ხო და ამიტომ ეხა გამოვიტან მაცივიდან რომ ეს ვახმარო ყველას სამივეს შეთფეს აგერ გუში ეს მოვახმარე 20 მილი აქვს ამაში გოდეს ორჯერ გავუკეთე კი მეტჯერ შეიძლებოდა მაგრამ რა ვიცი ორჯერ გავუკეთე ორჯერ მოვახერხე და ადას გავუკეთე კიდე ორჯერ ოღონდ ადამაკეთ გადმომიქცია აქ ნოროფენი მაქვს ეს თითქმის დამიმთავრდა ერთი და ცხვირის წვეთი ეს რა ქვია ესეც ცხვირის ეს იოდინოლი მოკედა აქ მიდევს რომ მე რამე არ დამავიწყდეს და აქ მქონდეს ეხა ჩაის გავუკეთებ ამათ და ვერ მოვახერხე მოსვლა არ მაქვს არც ხალისი მაქვს არც არაფერი და მაგიტო ვერ მოვახერხე უფრო სიმართლე რომ გითხრათ ხო ვიდეოს მივაპამ და ისედაც ნახავთ იქ შპალიერები რო შევიძინე და მე და მუხამ ნელა უნდა დავიწყოთ მოკლედ ამიცით დღეს რას მოვახერხებ ეს ბავშვები როგორ იქნებიან იმის მიხედვით და თან
მოკლედ მიჩვენია რომ როცა კარგად არიან მხოლოდ მაშინ გოდერძი რა გჭირს შვილო დახოცეთ პულტის გამო ერთმანეთი გეყოფა მირჩენია როცა კარგად არიან მაშინ გავაკეთო თუ რამე მაქვს გასაკეთებელი ანუ მე მაგ შიშები არ იქადაუცებ ცუდად გახდნენ და უცებ წაყვანა მომიწიოს და სახლი რო არეული არ დამრჩეს მართლა ასე რომ 1000 ჯერ წინავს და მე მინდა დიდ ჭიქაში გავიკეთო ჭიქაში გავიკეთო ჩაი არის კაცი და კი ცხელია მაგრამ დუღე მაგრამ სანამ მივალაგე კიდე სანამ ეს სუნელებიც გადაიმოსქენი გადავწონე ჩემი გობარი გოგო მოვიდა და ჩემი სუნელი შვაზე გავყავი მე არ მქონდა ეხა ჩემთვის მე არ მეყიდია ვისაც უნდა და იმათთვის ჩამოვიტანე ხო ერთს უნდა 9 კილო აქ ჩემს ქვემოთ ხო 1 კილო კიდე გოდეს იმას ვისაც ვაჩუქე ცოტა რო ვაჩუქე იმას მოეწონა და იმას უნდა შვაზე გავიყოფთო 9 კილო მე და ალბათ ჩემ მეზობელი გაიწიე და დედიკო პური მაგ ნახე და ერთი რა რომელი პურია რა პური დევს ადას მე გავუკეთებ შაქარს ჩავ რა შვები ბიჭო განახადა Guaps? გამოიყენერე და სუპურები. Guaps? რომელი გინდა შენი გინდა თონის პური მამამ რომ მოიტანა. აბარა. ყველი გინდა? გამოი. მი. აგდადე და ის. Dedi gada avcıri xameyamaz karki. Ak kondes esmeri ro. Kadavak. Daçrelite zdaraze davc. Nana. Satsis წვენი მაქვს, მაგრამ შიგნით არაფერი არ არის და მე თან ხომიც რო არ არის, ისე არ მიყვარს. ხომის გარეშე წვენი ყურთან არ მიყვარს. ხაჭაპური რაც გამოვაცხე. მუხამ ჭამა თორე არც მე არც ბავშვებს არცეც არ გვიჭამია. ცოტა გავაჩუქე, მაგრამ ცოტა რაც დარჩა მოხამ. მათხოვებ მაგ თითქოს. მორეულია და ეხა ჭამე. გეგა! მოდი დედიკო შენც. მე მიყვარს მაგარი ჩაი. მე მომწონს ძლიერი ყველი. ძლიერი არქია, იმასია მაგარი ყველი. მაგარი ძლიერი. მაგარი ყველი უყვარს, ამას რბილი არ უყვარს. რბილი არ. ყოზი რა გინდოდა დე? მინდა. აი ამ დროს არ მიყვარს მარტო ყოფნა. აი ამ დროს. და აი რამდენი წელი გავიდა რომ მაინც სულ მარტო ვარ. ჰაიც მაიო. რამდენი ჩავყარე ესე ხა ჩემი ჩაი იყო რომ მე მგონი 4-5 ჩავყარე. მოკლედ ეს არასი. იყოს მაგრამ ამის და სადა ეს პატარა. ესე რომ რამე არ ჩამში ჩავსუპდეს მაგ ჩაიში. შია სენ სუპში აუმეუბნები თავად და სულ არ გიჭამიაო თან არ მიჭამია ხო შია
მოკლედ ეხლა მინდა რაღაცა გითხრათ. მე რო გახსოვთ გითხარით რომ მივწერე მეთქი ერთ გოგოს კვების კონსულტანტს. ახლა ხანს მომწერა. ასეთი არ იყო მეთქი, ანუ ერთხელ მომწერა და მე გვიან უკვე თქო პასუხი. ეხლა მომწერა შემეხმიანა. ეს გოგო და ჩქალში რო ვიყავით მაშინ. ანუ შემომთავაზა რომ მესწავლა 20 დღიანი კურსი არის რაღაცა და ის ვისწავლიდი ამას კვების კონსულტანტობას 150 ლარად და ამ 150 ლარს გადაიხდიდი შენ რაღაც 20 დღის სამყოფი აი ის კოქტეილები მოგდიოდა რაც მე მინდოდა ოღონდ ცვირია 300 რაღაცა ხირდა ერთი თვის სამყოფი 300 რაღაც ხირდა გამიგეთ და 20 დღის მოგდიოდა ამ 150 ლარს თუ დარიცხავდი თან ისწავლიდი და თან საჩუქრად 20 დღის სამყოფი საჭმელი მოგდის ანუ ეგ ისინი კოქტეილები თუ რაც არის არც ვიცი რა არის სმუზებს უფრო გავს მოკლედ რასაც მართლა აქვს შედეგი და კიდევ რაღაც ხელის ბლენდერიო და კომპიუტერის ჩანთავ ესე მითხრა იმ გოგო სიმართლე გითხრათ ვიფიქრე რომ მე ოქრო რომ მაქვს იქ მთელი თანხა არ ამიღია და მოდი ავიღებ და გავაკეთებ თქო მაგრამ მე რო არაფერი არ გამოვიდეს მე რო კარგს ვიძახი კარგზე იმასაც არიღებენ ადამიანი და მე ჩემგან არაფერი არ გაიყიდება ხალხო მე ვარ ეგეთი ვერ ვახერხებ გაყიდვას ნახეთ რატომ ადამიანები რომ ყურადღებას მაგცევენ და პატივს მცემენ ის რომც არ იყოს და სხვამ რომ მომწეროს რომ ეს ძალიან უნდა ვერ ვახერხებ რომ ის მივყიდო ასე რომ არ გამოვა ჩემგან არაფერი ამან გადამაფიქრებინა სიმართლე რომ გითხრათ თორე აი ძალიან მინდოდა იქნება და მართლა რამე გამომივიდეს მეთქი და გეგა მოდი ეხა დროზე ჩაი დალიე თან ის გოგო მეუბნებოდა რომ გჭირდებაო შენ ეს რომ მაგალითად შეისწავლო კი რა თქმა უნდა იმ ადამიანს პროდუქტის გაყიდვა უნდა ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ შეიძლება რაღაცა ადამიანს ღმერთო შემაპატია ხა რამე უაზროს და უსამართლოს თუ ვიტყვი მაგრამ როგორც ყოველ იმაში არის მაგალითად რამდენ გამომწერს ან რამდენ როგორ არის რა რაღაც პროდუქტის ის რო გინდა იყო ეგეთი ჯგუფი რომ სადაც შენ შეიყვანდი რამოდენიმე ადამიანს იმ ადამიანებიდან რაღაც თანხა შენ გერიცხებოდა შეიძლება რამე იყოს მსგავსად და ადამიანს როცა პროდუქტის გაყიდვა სურს მაშინ ყველანაირად ისეთნაირად მოგიდგება რომ მოგყიდოს ეგეთებიც არიან მე არ შემიძლია ხო ის ვიფიქრე რომ იქ რაც 200 ლარი მაქვს მოკლედ დარჩენილი ოქროს სრული თანხა არ გამომიტანია მე რაც მჭირდებოდა ის გამოვიტანე შემიძლია ის გამოვიტანო და გადავურიცხო და თან იმ 20 დღის კოქტეილსაც მივიღებ ხელის ბლენდერს და კომპიუტერის ჩანთასაც და თან ონლაინაც გავივლი ამ კურსებს მაგრამ მე მე როგორც იმათ უწერდნენ აი რამოდენიმე წელია ისინი თან სწავლობენ თან საქმიანობენ ამაზე და მაინც ლანძღვა მიდის რომ როგორ ყველა კვების კონსულტანტია მე ჩემთანაც გავსად დაიწერება მე ვინ დამიჯერებს არც არავინ ასე რომ უფრო ამან ამიცროა გული თორე მართლა გავაკეთებდი არიღებდი მუხას რომ არ ვეტყოდი საერთოდ ის რა არის დე მითხარ შენთვის სხვა პური მაქვს ის პური თუ არ გინდა შეხიტკივა მოგიკვდეს დედიკო დე იცის დედიკო ამ ვირუსებმა იცის ეგრე უნდა ჭამო დედიკო რომ ფეხებში ძალა გქონდეს გაიგე დედო კარგი დედა მით
მოდი დეადექი. სად კი მამა ჩვენ და ზუსტად. სად დედა? აი აქ. მიდი და ცოტა შეჭა. გთხოვდი, დედიკოთე გიყვარს. გიყვარს დედიკო? ჰა? მიდი. მოდი თავს ძალა დააყარი. მოდი გი. მოდი გუდო. მოდი დედასკოლი, მოდი. მოდი მედაქსო. მოდი ჩემი პატარა დედა. კოვსი მოგიტანო? სენ გინდა კოვსი? პური მოგიტანო. მარტო ჩაი არაფერს არ გისამს. ნახე? ის სხვა პურიც მაქვს დე, გუშინ გოდენ რომ მოიტანა. შენ კანი ხო გიყვარს? ოხ, მეთო ჩემი. აგერდეთ. გეკო. ჰა. მე მოვაგლიჯო კანები. კიდე მე მოვატეხო კანები. ჰა? ის არა, აგერ წითლები, კარგი? მიდი დე, მიდი. მიდი ჩემი მამასი. გოდე შეჭამე დედა? კი. მიდი და მე წამები მოგცე. დედიკო რას ჭირს? შემწვარია, კარგი დაბრაწყულია. უყურე როგორი ჭითელია. ეხა იმას ვერ ხედავ შენ რომ წითელია? გეგა, ეხა გავბრაზდები. ასე ვაფუჭებთ დედიკო ყოველ ჯერზე პურს. შენ გამო. და ის მაინც ჭამე ეხა რასაც გიდებ. ხავდე. გეგა, ესე თუ იქნები, მაშინ ექიმთან წაგიყვან და იქ მომიწევს შენი დატოვება. მარტო, იმიტომ რომ მე აქ ამათ ვერ დავტოვებ. და მარტო იქნები იქ ექიმებთან ნემსების ქვეშ. ხავზე? ვინა, ეხა რატო მოდის ასე ძალიან კორპუსიდან? ის კორპუსიდან მოდის აქეთ, ძალიან სიმღერის ხმა. მოკლედ არ დავღონდეთ, თორემ ყველას თავის პრობლემაა და ამაზეც მომხვდება ეხა. არაფერი ახავს. ყველა ვცივდებით. მახსოვს ერთხელ 2 კვირა ვიწექი მე. და ისე მოვიწია სკოლაში წასვლა. გამოვჯობინდი თუ არა, გამოვჯობინდი თუ არა. ისე მომიწია წასვლა, რომ გაკვეთილები არაფერი მე არ ვიცოდი. დედაჩი მამას სწავლებელს მიწერა, რომ ესე ისეთი მდგომარეობა მქონდა მართლა, რომ ესე ყოველდღე რომ ესწავლა, მსგავს რაღაც არ არსებობდა. ძალიან დაგდებული ვით. ბატონები მყავდა და აქედან გამომდინარე სუმაღალი სიცხეები და მერე მასწავლებელი როგორ აკეთებდათ იცი? იმ დღეს არაფერი არ მოუთხოვია ჩემზე მართლა. და ძალიან კარგად მიმიღო და ყველაფერი, მაგრამ სხვა ბავშვები ვაიმე სამბრაზიანი მასწავლებელი მიყავდა. მაგრამ ძალიან კეთილიც იყო ამასთანავე. თუ შეგატყობდა რომ მონდომებული იყავი სწავლა გინდოდა და რაღაცა მეტ ყურადღებას მოგაქცევდა. ვინც არ სწავლობდა იმათაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა. მაინც ითხოვდა იმათგანაც რაღაცას მაინც ამოიღებდა. დღეს არ არის ეგრე. მე რო უყურებ, გინდა სწავლა ისწავლი, მოყვები, თუ არა და არავინ არ გაძალებს არაფერს. და მე მაგას მაგალითად გოდეს სულ ვეუბნები, რომ დედიკო, რასაც ვერ გაიგებ,
მასწავლებლისგან ამოიღე. მოითხოვე, ანუ რაღა ეს ვერ გავიგე მასწავლებელო და მინდა რომ გავიგო, ამიხსენი, კიდევ ერთხელ, კიდევ ვერ გავიგებ, კიდევ ერთხელ. რა ვიცი, მე ასე ვიქცეოდი სკოლაში, მაგრამ არასდროს საყვედური არც ერთ მასწავლებლისგან არ მიმიღია, რომ აი როგორ ითხოვ, რომ ისევ ავხსნათ და ასე შემდეგ. მიდი და მე ხინკალის გაგიკეთებ. მე შენ ხო იცი რომ პირდები გაგიკეთებ. ეს სულ შეჭამე. ჩაიდალიე და შენ თავს პიცავარ ხინკალის გაგიკეთებ. შენ თავს პიცავარ დე. აგერ უყურე იმას უცებ მორჩები, მე ჩაიზავლებ და შენ თავს პიცავარ დავიწყე. კარგი? ნახეთ ახლა ამას რას უწავლებს ხო? კანიო და კანია, კანი, ყველა კანია, აი? ყველა. რას უწუნე დედიკო ამას? თუ არ შეჭამ, ცუდად გახდები. ჩემ ხელს უცდიდი? მე გაჭამო? მე გაჭამო დე პულისაკა. ან დედას გული. მიდი დედიკო სიცხე იწყებს ეხლა აწევას. მორჩა ის წამალი მოქმედებას. მიდი დე, ჩაწაწუნე დედი. როგორ გავაკეთე ისე დე? აი ასე ჩააყოფე თავი. ხელი არ გავშვა, ის არაა ცხელი ჩაი. ნახე? უყურე რა გემრიელია. ესე მიყვარდა დედიკო და ერთლიან პურს ერთ ჩაის ჭიქა. აი ამას ჩაის მივატანდი, ერთ ჭიქა ჩაის ერთ დიდ პურს მივატანდი, ისე ძალიან მიყვარდა ესე. ჩაწაწუნებულად. თუ არ მიყვარდა მე მახსოვს იმაში წყალტუბოში რომ მუშაობდით, ანუ როგორ იყო იცით? მისიაზე მუშაობდით ჩვენ, რა ვიცი ხელზე ფულს არ გვაძლევდნენ. იზიც უნდა ძლივს ამოგვიყო და თან წარმოიდგინეთ, სადაც ქალები 15 ლარად მუშაობდნენ, ჩვენ 10 ლარად მუშაობდით და სხვათა შორის იმათზე მეტად ჩქარა ვაკეთებდით კიდევაც და სწორადაც, სუფთადაც. ეწყინებათ ეხა, მაგრამ ასე იყო, იმიტომ რომ სულ გვეუბნებოდნენ ცოტა წყლად, იმიტომ რომ ცოტა ნელა, იმიტომ რომ ხვალისთვისაც რამე სამუშაო დავიტოვოთ. არასოდეს მე და ჩემი და მაგალითად სულ ყოველთვის წინ მივდიოდით ხოლმე და ისინი ერთ ანუ დუგს ეძახოდნენ იმას და რა ვიცი თუ იცით ეს დუგი რაღაც ნიშნავს სარიდან სარამდე ის როა მონაკვეთი იმას დუგს ეძახოდნენ. ხო და ორს გავაკეთებთ ისინი ეს ამთავრებდნენ. ჩვენს კონებსაც ჩვენ თვითონ ვიწყობდით, ვილაგებდით, იმიტომ რომ გვაბრალებდნენ ახლებისა და შემოწმებაზე რომ მოდიოდნენ ახლებისას ქონდა მეტი ის რა ქვია. ყოველთვის კარგი შეფასება. იმიტომ რომ არ მიყვარს მართლა თუ რამეს ვაკეთებ, ან კარგად ვაკეთებ, ან ვერ ვაკეთებ საერთოდ და თავს ვანებებ. მე ესე ვიცი. გულები არ უყარს. წამე და ეხა კარტოფილს გამოვიღებ მე. ხინგალი უნდა. ან ლობიანი უნდა, მაგრამ ლობიანისთვის ცომი არ მაქვს. ხინკლის ცომს უცებ მოვიზავ. ხო და მოკლედ, არ ვიცი. ერთი კვირა მომცა დრო მოფიქრებისთვის და არ ვიცი რა გავაკეთო. ადას ძინავს შეჭერობით. დილით კი გაიღვიძა, მაგრამ წამალი რომ მივეცი, მე ისევ გაითიშა.
ნუროფენი მივეცი და გათიშეიმა. შეხედვე. ჭამი დედა ხო ჩახცოდა დარჩა. მიდი დედო. ხო დედიკო. გელილაცინას. თავად. სულ ამისი მეშინია მე. ამ ბავშვის. ამას რას უწონებდი? უყურე როგორი წითელია. ჰა? რას უწონებდი? აი, სამნაჭერი, პატარა დედ, ხო, დედას გული. მიდი ჩაი მიახობე, მოსვი. ჩაი არ გინდა მოსვი, ის ჩაი ბოლომდე უნდა დალიო. Aç. Magari bici. Წავიდე სამინდა რა. ჯოხიც კი აქ მიდეს, ხო ხედავთ. და მოუწმინდა. ამათ ჭამას დამთავრებას ველოდებოდი და მეც დავლევ ხა და всё. წავედი ძირფასებო მე ხა. მივუერთებ ამ იდეებს ერთმანეთს და აგიჩვით. მოკლედ, ასე და ამგვარად ვართ ჯერჯერობით და იმედია მალე გამოვლენ. ბაღში მინდა და დღეს წამეყვანა, ვერ წავიყვანი, წუხელ ესე რო იყო. გოდეზეც მუხა გამიბრას და ცეკვაზე გავუშვი, კაც ცეკვაზე მყავდა. გოდეც გავუშვი მერე საღამოს და გამიბრას და ანუ გაოფლიან და ბავშვი კი იქ გამოუცვალეო და რაღაც ყოველთვის ვატან გამოსაცვლელს. მანქანით მოიყვანა, მაგრამ აქედან იქამდე ხო გამოიარაო გზაო და მოკლედ არ გავუშვაო და სანამ კარგად არ იქნება ვერ გავუშვებ ერთს და ესე. წავედი აბა დროებით. ბედნიერი მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ.